ჯიმშე ჩვენ ახლა ვიმყოფებით ენგურის ხიდზე. შენ ხარ წამოშობით აფხაზეთიდან. აი როგორ გახსოვს შენ აფხაზეთი? ძალიან პატარა ვიყავი. როცა აფხაზეთი ზომი დაიწყო. 9 წლის ვიყავი, როცა დასავლეთ საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად. და როგორ გითხრათ, მართლა არ მახსოვს მე იქაურობა. თუმცა ხშირად დავდივარ აფხაზეთში და ძალიან მიყვარს იქაური ადგილები, ლამაზი ადგილები, მაგრამ ბავშვობა ნამდვილად არ მახსოვს. თბილია ბავშვობა, როგორც და ეხლა როგორ გაქვს თუ არა საერთოდ კონტაქტები? შედიხარ თუ არა შენ საკუთარ სახლში და ასე შემდეგ. ვახერხებ ზოგჯერ თან ტყით გადასვლას, სადღაც 5 კილომეტრი უნდა გაიარო ტყით, რომ იქ გადახვიდე აფხაზეთში, იმიტომ რომ მე პირადად არ მაქვს აფხაზური საბუთები და აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია გადასვლა. შეიძლება რომ დამიჭირონ და ჯარში წამიყვანონ, თუნდაც ძალიან დიდი თანხა გადამახდებინო და ასე შემდეგ. ანუ აფხაზური ჯარში გაგიწია? და მაგიტომ საბუთებსაც არ ვაკეთებ ამჟამად. ბებია და ბაბუაჩი ცხოვრობს აფხაზეთში და ჩემი სანათესაა. თუმცა ძალიან უჭირთ ცხოვრება, დიდი სიუჭერეა და მართლა ძალიან რთულია ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც არის განუკითხაობა მართლაც. ჯიმშე ცნობილია რომ შენ წერ ლექსებს და ხარ ხელოვანი ადამიანი და საკმაოდ კარგადაც წერს და გაქვს საკუთარი სტილი, საკუთარი ხელწერა. აი დავიწყოთ იქიდან, როდის დაიწყე და როდის აღმოაჩენი შენში პოეტური ნიჭი? დაახლოებით ეს იყო 2009-2010 წელი, როცა პირველად დავწერე ლექსი. აი ლექსს ვერ დავარქმე, მაგრამ რაღაც ლექს გავდა უბრალოდ. რამდენი წლის იყავი მაშინ? დაახლოებით 16-17 წლის ზუსტად არ მახსოვს. და თუ გახსოვს ეს ლექსი? არა, სამწუხაროდ ნამდვილად არ მახსოვს ეს ლექსი იყო. რაზე იყო? რაზე დაწერე პირველი ლექსი? ხალზე დავწერე. ისევ და ისევ ხალზე. დიახ. და შენ ამის შემდეგ უკვე შექმენი საკმაოდ ისეთი სერიოზული ლექსი შენ შემოქმედებაში, რომელიც ასევე ხალზე არის და სათაურიც აქვს ქალბატონო. დიახ. და ეს არის ყველაზე პოპულარული ლექსი შენ შემოქმედებაში. დიახ, ასე ამბობენ. როგორ შეიქმნა ეს ლექსი? რავი, ერთხელ უბრალოდ დაახლოებით 3-4 თვის წინ სადღაც ქუჩაში მივდიოდი და უბრალოდ ასეთი სიტყვები მომაფიქრდა, მან არის ასეთი სიტყვები მთელი სიგიჟი თქვენი გული მეჭირა ხელში და ამის ნაცნავზე ვაფერფლებდი ღამეს მთვარიანს და სწორედ ამ სიტყვებისგან შევქმენი ეს ლექსი. ქალბატონო. მუზა ვინ იყო? მუზა, ნამდვილად მუზა არ მყავს. ანუ მე ასე ვამბობ ყოველთვის რომ მთვარიანი ღამე ქალია, უმთავრო ძამაა ჩემი. გასაგებია და თუ შეგიძლია ეს ლექსი წაგვიკითხო. კარგით, ქალბატონო. ნუ თუ არ გახსოვთ ქალბატონო იანვრის თხეში, კოსნა პირველი და სიჩუმის ლაღი არია. მთელი სიგიჟით თქვენი გული მეჭირა ხელში და მზის ნაწნავზე ვაფერფლებდი ღამეს მთვარიანს. მთები ნისლებით თევზაობდნენ დედამიწაზე და ალაგ-ალაგ დღე იწყებდა ფერის ცვალებას. ქართა წუხელში უნებლიეთ მახსოვს ვიწამეთ, რომ ამ ყველაფერს მოელოდა გარდაცვალება. დამთხალი სუნთქვა აჩდილივით მიაბიჯებდა და მზის ნაწნავზე ვაფერფლებდი ღამეს მთვარიანს. არც არაფერი ყოფილიყო თუ არ ჯობდა. ყროდ გაისმოდა მჭკნარ ფოთოლთა ჩუმი არია. ძალიან კარგია და შენ შემოქმედებაში საერთოდ რამდენი ლექსია? დაახლოებით არ დამითვლე, მაგრამ იქნება ერთი 200-მდე. 200-მდე. თუ გიფიქრია რომ გამოსცე შენი საკუთარი კრებული, სადაც შევა ყველა ის ლექსი, რომელიც დღევანდელ დღემდე შეიქმნია და დაგიწერია. კი მიფიქრია, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ 1-2 წელი მაინც, იმიტომ რომ მე მაქვს რამოდენიმე ლექსი, რომელიც არის მართლა კარგი, მაგრამ არის სუსტი ლექსებიც, ყველა კარგი ვერ იქნება და ამიტომ მინდა 1-2 წელი დაველოდო და 2 წლის მერე შევქნა მართლა გამოუშვა შენი კრებული საკუთარი. და გარდა ლექსებისა, შენ შემოქმედებაში თუ არის რაიმესეთი პროზაული ნაწარმოებებიც? კი, რა თქმა უნდა, პროზაული ნაწარმოებები არის რამოდენიმე ჩემ შემოქმედებაში. თუმცა ჯერ 1-2 გამოვაქვეყნე. ბევრი არ გამომიყვანებია, რადგან ძალიან დიდი დრო უნდა მის ატვირთოს და აქედან გამომდინარე ცოტა ზარმაცი ავტორი ვარ, როგორც იტყვიან. ანუ გავა დღე, გავა თვე, გავა კვირა და შეიძლება არც არაფერი დაწერო?
შეიძლება იცით როგორ არის? შეიძლება მუზა მოვიდეს, მაგრამ მე ანუ უკუაგდო ეს მოსა და არ დავწერო, იმიტომ რომ ყოველ დღე, ყოველ მეორე დღე არ შეიძლება ლექსი დაწერა. ლექსი უნდა დაწერო, სადღაც ორ კვირაში ერთხელ ან თვეში 2 ლექსი მეტი არა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ლექსს წერ, მით უფრო იხარჯება გონება და უფრო სუსტი ლექსი გამოდის. საერთოდ ასეა შემოქმედებაში. მე არ მესმის იმ პოეტების, რომელიც დღეში 3-4 ლექსს წერენ. ასე არ არის, იმიტომ რომ გამოდის ლექსი ძალიან ცუდი და რიტმი ირღვევა და აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ თვეში ერთხელ ან თვეში 2-ჯერ უნდა დაწეროს ხელოვანმა ლექსი. მე ასე მიმაჩნია და ასე ვთქვი. იმიტომ რომ გამოდის მართლა ასეთი თვეში თვეში 2 ლექსი გამოდის ორივე ძლიერი და კარგი. შენ როგორც ხელოვან ადამიანს, პოეტს, ალბათ ყავს შენი საყვარელი პოეტებიც, მწერლებიც. ანუ ვინ არის შენი საყვარელი პოეტი? მე გულისხმობ კლასიკოსებს დავუშვათ. მე გალაქტიონი არის ჩემი კერპი და ტერენტი გრანელი. მე პირველი პოეტი არ მყავს. პირველი პოეტი ვინ არის შენთვის რომ მე არ მომყვა, ეს არის ტერენტი და გალაქტიონი ორივე ერთად. ასე ვიტყვი და ბავშვობიდან მომყვება ტერენტის სიტყვები, მე რო გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. ეს არის გენიალური სიტყვებია. თანამედროვეებიდან გამოვარჩევდი ჩემს უსაყვარლეს პოეტს, მეგობარს საშა გველესიანს. მერე ვასილ ბესელიას, დარიელ ხელხარაულს და ჩემი ასაკის პოეტებიდან მიშიკო ხალიშაშვილს, თემო ჭახნაკიას, ლაშა ბიბიჭაძეს, თორნიკე გოგნიაშვილს, თქეთევან ათილაძეს და რავი ძალიან ბევრი წერს თან კარგად. ანუ თუ მიგიღიათ დავუშვათ არის რაღაც კონკურსები, არის არა, ნამდვილად არ მიმიღია და არც არასოდეს გამიგზავნია ჩემი ნაწარმოებები კონკურსებზე. და მიზეზი? არ ვიცი, უბრალოდ არ მინდა. თავის წარმოჩენა არ გინდა თუ უბრალოდ არ ზის ეს შენში რომ? არა, ჩემშიც არ ზის და იმდენად არ მიყვარს ჩემი თავის წარმოჩენა. ანუ ასე ვთქვათ, ლექსებს წერ, მაგრამ წერ იმიტომ რომ შენ ეს გინდა წერო. ასეა ზუსტად. მე მინდა რომ უბრალოდ ეს წერო, როცა ეს არის ერთგვარი წამალი, როგორც იტყვიან, დამამშვიდებელი პოეტისათვის წერა. თუმცა წერა არის პოეტური მინუსიც. ანუ შენი ხარჯები ამაში. და ჯიმშერ, ბოლო ლექსი როდის შექმენი, როდის დაწერე? და რაზე? დაახლოებით 1-2 კვირის წინ დაგვიანება ერქვა ამ ლექსს. თუმცა ზეპირად არ მახსოვს. ზეპირად არ გახსოვს. შენს მეგობარ პოეტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, აქ დასავლეთში არის ძალიან ბევრი შემოქმედი და ძალიან ბევრთან მეგობრობთ, ხშირად მივდივართ, ვაკეთებთ საღამოებს, სვამთ და ასე შემდეგ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მიყვარს პოეტებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით როგორც იტყვიან ბებერ პოეტებთან, იმიტომ რომ იქიდან ბევრს ისწავლე. ბევრს სწავლობ დიახ, რა თქმა უნდა. და რა ხდება ბოლოს შენ ცხოვრებაში? რავის. ისეთი არა. სწავლობ საქმე? კი, საფამისიას სწავლობ კომპიუტერულ ტექნოლოგიას. ანუ ეს პროფესია შენ აერჩია, ესე გინდოდა თუ უბრალოდ არა, მე ავერჩიე. ასე მინდოდა ეს პროფესია კომპიუტერული ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიტაცებდა ეს კომპიუტერები და ასე შემდეგ. თუ მოინდომი ყველაფრის შეთავსება შეიძლება ცხოვრებაში. თავარია მონდომება და როგორ მოინდომებს. ყველაზე მეტად მიყვარს ნადირობა და თევზაობა, ეს არის ჩემი ორი დიდი ჰობი. ხოლო ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ჩაგრავენ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ბევრი ძალიან სიტუხჭირი აწუხებთ ისეთ ადამიანებს, რომ ჩაგრავენ ისეთ ხალხს ვერ ვიტან. ვერ ვიტან რომ მათ ხოვარ შეაგინებენ თუნდაც. და პაგურს ამოკრავენ და ასე შემდეგ. ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს. ჩემში არის ეს უბრალოდ სხვისი დაცინა. შენი მომავალი როგორ გესახება? და სად? არ ვიცი, ამაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი პროფესია გამოვიცვალე. რაც დამაინტერესა, ის ყველაფერი გავაკეთე უბრალოდ და არ ვიცი კიდე რა დამაინტერესებს, რას გავყვები. ჩემი მომავალი ბუნდოვანია. მინდოდა ძიუდოისტი, გავხდი ძიუდოისტი, პიანისტი ვიყავი, მუსიკოლოგი ვიყავი და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი სინჯე ასე. დიახ, სინჯე, გამომივიდა, შევასრულე ეს ყველაფერი და მე ახალი საქმე დავიწყე. ამიტომ ბუნდოვანია, ასე ვიტყოდი მე.